პოეტი ზაზა ფირცხალაიშვილი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის ხელმძღვანელს დებატებში იწვევს. ფირცხალაიშვილი ასევე მოითხოვს სამსახურის საქმიანობით სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდეს. იგი ლამზირა ბოლქვაძეს საავტორო პროექტის ქურდობაში ადანაშაულებს. პოეტი აცხადებს, რომ ლიტერატურულ კონკურს ლექსების გამოფენას შეცვლილი სახელწოდებით თანამედროვე პროზაიკოსებისა და პოეტების ფორუმი მერია უკვე 2 წელია ატარებს. ზაზა ფირცხალაიშვილის თქმით, წელს ჩატარებული ფორუმის ფარგლებში თვითმმართველობამ სათაურთან ერთად რიგი პუნქტებიც დაამახინჯა და იგი IP საქართველოს ხელოვნების საბჭოს მოარგო. ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას პროექტის ფინალისტების ლექსების კრებულის გამოცემა წარმოადგენდა, თუმცა კრებულში პაულო კოელიოს ვაჟა ფშაველასა და აკა მორჩილაძის ნაწარმოებებია შესული. ფირცხალაიშვილის განმარტებით სატენდერო პირობის მიხედვით ფორუმში მონაწილეობა 130 პოეტს უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 85 ჩამოიყვანეს, რომლებსაც ბინა ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროში დაუქირავეს. თითო ადამიანზე 60 ლარი გააფორმეს, თუმცა როგორც პოეტი აცხადებს, რეალურად 10 ლარი დაიხარჯა. ფირცხალაიშვილის თქმით, გაურკვეველია ჟიურის წევრთა ვინაობაც, თუ ვინ გამოავლინა ის 85 ახალგაზრდა პოეტი, რომელიც ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოიყვანეს. არის ჩემი აზრით სამართლმსაჯულო აქ ქართულ მწერლობაში ალბათ მწერლობას რას ვერჩით, მაგრამ მერიის სამსახურში, ბათუმის მერიის კულტურის სამსახურისთვის არის სამართლმსაჯულო აქ. შეტანილია ესეთი თანამედროვე პოეტებში ისეთი მწერლები, როგორიცაა ვაჟა ფშაველა, პაულო კოელიო, აკა მორჩილაძე და ასე შემდეგ. ეს ხალხი მათი აზრით ჩამოყვანილი იყო ბათუმში და მონაწილეობდნენ მათ მიერ გამოცხადებულ ალტერნატიულ კონკურსში. ასევე ვითხოვ საგადასახადო სამსახურის შესვლას, აუდიტის შესვლას კულტურის სამსახურში, მერიის კულტურის სამსახურში. პროექტი ითვალისწინებდა პროექტში ჩართული პოეტების და პროზაიკოსების ნაწარმოებების გამოცემას, ჩატარდა ამაზე კონკურსი, მონაწილეობა მიიღო 130-მდე მონაწილემ და ჩვენ ავირჩიეთ 75-მდე მონაწილე, რომლის ნაწარმოებები შევიდა ამ კრებულში. არანაირ პლაგიატობას ადგილი არ ქონია. შესულია იმ პირთა ნაწარმოებები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში.